გამარჯობათ, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. კარგი ამბების გვესმის მეგობრებო. გაზაფხული დადგაო, მუხლში წყალი ჩადგაო და ჩვენი დაუზარელი ოპოზიცია მიიღო თავის საგაზაფხულო ინსტინქტებს და ისევ გაერთიანდა. ყველაზე მეტად ალბათ მე და ჩემნაირებს გაუხარდათ ოპოზიციის გაერთიანება. ანუ ამიერიდან არ მომიხდება აქეთ-იქით სირბილი და მათი სათითაოდ მოძებნა. ახლა მეცოდინება რომ ყველა ერთადაა. ერთ ადგილას არიან და დამიზნებას და გარტყმაც უფრო გამიიოლდება. ერთად რომ იქნებიან გარანტირებულად არ ავაცთენ, ვიდრე დანაწევრებული და დაქუცმაცებულნი რომ ყოფილიყვნენ და სხვადასხვა კუთხეში რომ მიმავლულიყვნენ. ეს გაერთიანება ისეთი ტაშფანდურითა და სიხარულით ქნეს, რომ გეგონება ამ გაერთიანებამდე ერთმანეთს არც იცნობდნენ. სამწუხაროა რომ პარტია გახარიასთვის არ შეუერთდა მათ, მაგრამ არა უშავს. ამაშიც ერთგვარი ინტრიგა იქნება. კარგი, ჩვენ გასაგებია რომ მათი გაერთიანება სიცილადაც არ ყოფნის. ისინი ჩვენთვის არ ერთიანდებიან. ისინი თავისიანებისთვის ერთიანდებიან. საკითხავია მანამდე რატომ არ გაერთიანდნენ. თუმცა მანამდე რამდენჯერმე იყო მცდელობა მათი გაერთიანებისა. დიახ, დიდი პოეტის ბელა ალანიას ქმრის ჩაუძირავი შალვა ნათელაშვილის ფასიან ფანჩატურში რომ იკრიბებოდნენ, ეს რომელი წელი იყო? მგონი 2022 წელი, დიახ, მერჩემ უკვე 4 წელი გავიდა. რა სწრაფად გარბის დრო. დრო კი სწრაფად გარბის, მაგრამ იმ ფანჩატურელებისთვის არაფერი შეიცვალა. ისინი ასეთივე გამოფანჩატურებულნი დარჩნენ მარად. ანუ ხო იყვნენ უკვე გაერთიანებულნი და მე რა მოიგეს ამით? ეს მათინება უნდათ გაერთიანდნენ, უნდათ დანაწევრდნენ. უხარია და ერთობიან, მაგრამ იმას ვამობდი, ეს ჩვენთვის არ კეთდება, ეს მათი მომხრეებისთვის კეთდება და მომხრეებს არ უჩნდებათ კითხვა. კი, მაგრამ ეს კინო ხომ უკვე ნანახი გვაქვს. თუ გამეორება ცოდნის დედა, როგორც ეს დიდმა რომაელმა პოეტმა ოვიდიუსმა ბრძანა. ალბათ ამ ძველ სენტენციაში პოვებენ შვებას ეს ჩვენი უმწეონი. მაგრამ მინდა შევახსენო, რომ ოვიდიუსის ფრაზას გაგრძელება ჰქონდა. გამეორება ცოდნის დედა და ბრიყოთა ნუგეშია. დროთა განმავლობაში სენტენციის მეორე ნაწილი ამოგდებულ იქნა ხმარებიდან. თუმცა ამ შემთხვევაში მივცევდი თავს უფლებას და ამ დავიწყებულ მეორე ნაწილსაც მიუმატებდი. მოკლედ, 28 წლის არჩევნებამდე მე გარანტირებული მაქვს მუშაობა. იმიტომ რომ მათი გაერთიანება 28 წლის არჩევნებისთვისაა გაერთიანებული. მანამდე არაფერი მოხდება დიდ პოლიტიკაში. არაფერი კარდინალური. ცუდია რომ ამ გაერთიანებაში არც ერთი ახალი სახე არაა. მე კი გამიხარდებოდა ახალი სახის გამოჩენა, მეც რომ რამე ახალი მეთქვა. ახლა კი მხოლოდ იმის მეშინია ძველის გამეორება არ მომიხდეს, იმიტომ რომ ძნელია ძველ სახეებზე მრავალგზის რამე ახლის თქმა. აი გვარამიაზე რა უნდა თქვა ახალი. თუმცა მომეჩვენა თუ მართლა ასე რომ გვარამიამ პათოსი ერთგვარად შეარბილა. დიახ, იმ ჩვენმა ერთდროს გენერალური პროკურორის მოადგილე, მერე იუსტიციის მინისტრმა, მერე განათლების მინისტრმა უფრო ფაქიზად და მობიარად დაიწყო ლაპარაკი, თორემ ტექსტები იგივეა. ანუ ეტყობა ვიღაცამ დასავლეთიდან უთხრა იმიჯი შეარბილე ნიკოლას და ამანაც შეარბილა. დიახ, ეს ის ნიკა გვარამია აღარა, რომელიც თავარის სტუდიიდან ყველას დედას რომ აგინებდა, ღვინოსა და ძმარში რომ უკაცრავად პირდაპირ ეკრანიდან შარდავდა და 2018 წელს კი ჩვენს მეხუთე პრეზიდენტს მის უბწყინვალეს გაუგებრობას სალომეა ფრანცუსკაიას ისეთი სიტყვებით მოიხსენიებდა, რომ წესითა და რიგით საფრანგეთს ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაეწყვიტა მისი მთების შვილის ასეთი შეურაცხყოფისთვის. თუმცა დრო გავიდა, მერე ნიკა და სალომა დაძმობილდნენ და ერთად გაუყვნენ გზას. იარაღს ბედნიერად გადალახეს ბევრი მთა, ბევრი მინდორი და ბოლოს ერთ ციხეს მიადგნენ, ხო და
სალომე ახდა და გადაახდა და გვარამეგი ახდა დახდა და ციხეში მოხვდა. ანუ ახლა ნიკა უკვე გარეთაა და ხომ მოგახსენეთ ოდნავ შერბილებული მეჩვენება ოდნავ გასხიოსნებულიცაა. ლაპარაკობს უფრო დარბაისლურად, ხშირად ზეცისკენ იყურება, ხელები სალოცავად აქვს შეერთებული და ეთყობა გადაწყვეტილი აქვს ახალ გაერთიანებაში წმინდანის თუ არა დედა ტერეზას როლი მაინც მოირგოს, რადგან ეშმაკობა არ ყოფილა ქრისტიანულ ქვეყანაში მომგებიანი, ასე მგონია მე. ანუ მე კი არა მისმა დასავლელმა უფროსებმა ასე გადაწყვიტა. მეგობრებო, ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიებია და სინამდვილეში შეიძლება სრულიადაც არ იყოს ასე. ასეა თუ ისე ეს გაერთიანება შედგა, გაერთიანება, რომელიც ფაქტობრივად არც დაშლილა. თავის დროზე ასეთი გაერთიანება უკვე არსებობდა და ამაზე ვილაპარაკე კიდეც და ისიც გამახსენდა რომ ჩემს გამოსვლაში აკაკი წერეთლის მიერ თარგმნილი კრილოვის იგავის კვარტეტის ბოლო სტროფის ციტირებას მოვახდინე და ახლა რომ არ გამეორდე, მე კი გამეორება არ მიყვარს. დიახ, იგივე სტროფს უკვე ავტორის ანუ კრილოვის ენაზე ვიტყვი. А вы, друзья, как не садитесь, все в музыканты не годитесь. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.